დილა მშვიდობისა გვიანი დილა ეხლა 11-ს გადაცდა მე არც გავიღვიძე უფრო ადრეც გავიღვიძე უბრალოდ შევიბრუნე იცილი იმიტომ რომ რა ძალა მადგია როცა შემიძლია ცოტა გამოვიცინო ნახეთ დღეს ესეთი მთლად მოწმენდილიც არ არის ბუბლებიც არის მაგრამ ცისფერიც არის მზე ანათებს ვალე ეს ფოთლებიც ჩამოცვივდება ძალიან ჩუმად კი არა და მე მგონი სწრაფად გვეპარება ახალი წელი იმიტომ რაღა დარჩა უკვე თვის ბოლოა ნოემბერია ახლა დეკემბერიც უცბად ჩაიქროლებს და ეს არის ახალი წელიც მოვა კალენდარი კი არა და ამინდის პროგნოზში ვნახე მგონი რაღაცა მინუსები იყო არ ვიცი კიდე გადავამოწმებ რომელიღაცა რიცხვებში და თოვლის ფირქებიც კი ეხატა არ ვიცი მოკლედ აქ კიდე რაღაცა ხე ამოვიდა ჩემთან ჩვენთან ამბები ავედი ახლა დამავიწყდა გუშინ ჭურჭელი რომ წყალს ჩამედო რა რომ ჯამბალი ყოფილიყო და ეხლა იმას ვქენ და ცოტა ხანში ამოვირიცხავ მანამდე ყავას გავიკეთებ ცხელი ყავა ოღონდ სწრაფი როგორ თქვი გუშინ ზარმაცი ყავა კი არა ნორმალურ ყავას მოვიდუღებ ეს გავაკეთებ ახლა ყავას ეს კიდე მაქვს ჩამოკიდებული არ ჩამომიხსნია იმიტომ რომ დიდი არაფერი არ ახლა ანუ ადრე ის რგოლი რო იყო დიდ ადგილს იკავებდა და ეს ესე იყოს და თუ მომიდება ჩავждები ხოლმე გუშინ ის აქეთ რომ მქონდა ფარდა ჩამოკიდებული მოკლედ იქით რო გავრეცხე და გავაშრე აქეთ დავკიდე და რაღაცა თითქოს სივრცე უფრო დიდი გამოჩნდა ჩემ პაწაწუნაზაღში ხო ახლა გავაკეთოთ ყავა მოგესალმებით შეძლებინდა რომ არ გავაკეთო ეს ზარმაცი ყავა ახლა ვფიქრობ რამდენი დღე მეყოფოდა რომ ну ასე ვთქვათ დამესვენა გადატვირთული აი ამ ბოლო პერიოდიდან ვერ გეტყვით იმიტომ რომ გააჩნია დასვენებასაც ნახეთ ახლა ერთი ჩემი თანამშრომელი წავიდა შვებულებაში ერთ კვირიან შვებულებაში და მოყვა ანუ მოგვიყვა რას აკეთებდა ესეთი კვირა თორე საქმით იყო დაკავებული და მოკლედ ისვენებდა კი არა უფრო მეტად დაუწევთია თავისთავად ხო და ეს არაფერი არ შეიძლება მოკლედ თავის დაზოგვა არ ვიცით ხალხმა განსაკუთრებით ქალებმა რატო ვერ ხვდები იგივე მჭირს ხოლმე მეც ეხლა ვეძებ ყოლს გრძელ ყოლს და სადარი ვერ ხვდები აბა იქით გავიდე ნახე ყოზით მე ყავას ვერ ვხმო და ეს ბავშვი თან ცარიელი შეუდგია მე ჩემ აი ეს თვითონ გადაწყვიტოს სამადის საწებელი გააკეთა გუშინ მოგეუბნებით სოუსებს აკეთებს თუ ერთ დღესაც ალბათ აღმოაჩენს რაღაცა უგემრიელობას და
დააპატენტებს. რაც მითხრება ეს ჩაის ჩამოსაკიდებელი ჯერ ვერ გავაკეთე. სხვა რაღაცებით ვიყავი ეს დღეები დაკავებული, მაგრამ მაინც წინ წავწიე საქმეები ამ სახში. ეხლა მოცლილი რო იყო ალბათ უფრო გავაკეთებდი, მაგრამ ეხლა მაგიტო თქვი დასვენება დაღლის მერე მოცლას არ ნიშნავს. ხარ როგორ თქვა, მართლა თუ დაისვენე მოდუნებული იქნები და კარგახანი არ გენდობება არაფერს კეთებ. ეს ვიცი, ესეა საერთოდ თუმცა გადაგვახდება. ახლა მე მაგალითად ალბათ მეყოფოდა ერთი თვე, ალბათ ერთი კვირა იქნებოდა, რასაც ქვია რეაბილიტაცია, მოვსულიყავი გონზე, დავაგებულიყავი და მე უკვე დაგარჩენი, ეს ორი კვირაც მეყოფოდა. მაგრამ ზოგჯერ ისე სწრაფად გადის დღეები, რომ ვერ გრძნობ, ის ორი კვირაა თუ ორი დღე. ძალიან სწრაფად. ეს დავიტოვ გუშინ გავაკეთე კარტოფილი შევწე. და ის ფილე ვერ მოვახერხე რა. რაც გქონდა ჩაფიქრებული რამე წვდიან. სამაგიერად ეხლა შემიძლია მოვიფიქრო. ტომატი მაქვს ცოტა, ბანანები მაქვს. ხო, რაღაცა ესეთი ქათმის იმას გავაკეთებ. რაღაცა წვნიანივით, ბულიონიც არ ქვია, იმიტომ რომ დაბასტურებული. ჭრელად კუბიკებად დავჭრი, მოხარშავ კარტოფილთან ერთად. აი რა ახლებს ვიგონებ ხოლმე, ახლა კუბიკებს მე ეგეთი არ ვიცი, ეგეთი არ ვიცი. მე პირადად. ესე იგი, მე ვუკეთებ ყველაფერს, ანუ როგორც კეთდება. ხახვი, ტომატი, ყვავილები. და სადღაცას მოქვს კიდე ის შაშხულა. ხო, და ისა ბულგარულს გავუკეთებ. გუშინ რომ მოვიტანე. წითელი ბულგარული. პაპრიკა ეგ არ არის. გოგო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ფარდის შეფასებისთვის. ხო გეუბნებით, ეხლა მინდოდა დღის სინათლეზე რომ მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ იმდენად ისე, არ ვიცი, კამერა არ გადმოსცემს, ანუ ძალიან განათებულია რა და ფერფერიც ისე ნაზიროა ეს თავისთავად, მაგრამ კამერაზე საერთოდ აღარ ჩანს, გიგარგები. მაგრამ ვეცდები რაღაცა რაკურსით დავიჭირო და დაგანახოთ. აქედან ხო შეიძლება, შემიძლია დაგანახოთ, მაგრამ როგორც კი კამერას მივუშვი, ეგრევე ძალიან ის არის. შუქს დავუკვირ. უი, ეს არის. არ გადმოვიდეს, რა უნდა დაიწყოს. აი, მე ესე ჯერ კიდე მძინავს, მეგობრებო.
იყო 7 იყო თუ 8 საათი რომ გავუნებით. შევიბრუნე. აი ხო ხდებით დილას, ახლა როცა დილის სვავა რამდენი ხანი ლოდინი ესეც ხო დრო არის და ამიტომ მოვიფიქრე დუღარაც ყავწოლა საყოლა. სადილებს ვამზადებ სწრაფად. ეს მიმაჩვია იმან. ჩინო რესტორანში ხო მუშაობდი ადრე ახალგაზრდობაში და ეგენი საერთოდ აკეთებენ მაღალ ცეცხლზე. საჭმელებს და თან აი კარტოფილი ახლა კი უნდა იყოს მოხარშული და რაღაც, მაგრამ აი დანარჩენი ხო? თქვა კომბოსტო ხახვი, მწვანილები, რაღაცა ისეთი ცოტა უნდა იყოს, აი ნახევრადუმი. ანუ საგიბლობა რო არ დაკარგოს რა. მაგრამ სამაგერად მუცელზე გახეთქავს, თუ სწორედ არის იმსადება, იმ მაღალ ცეცხლზეც კი. შორის მომეწონა ზერო ჩავაწვეთ ექვია, ჩასხმაც აქვია. ეს უნალექიანში. ნახოთობა. მეგობრებო, მაცივას ვაღირსე, გაწმენდა. ორი ახლა მუშაობს. კი გავწმინდე, მაგრამ კი ნორმალურ ტემპერატურაზე ახლა. ესე იგი ისე კარგად ვეძირა. რაღაცა სიზმრებო და ეს და ხვალვა საღამოსვა. მოკლედ ახლა უყვარ Santa Claus. და თურმე რატოაცვია წითელი ფორმა, ანუ წითელი შუბა. Coca-Cola-ს ის იყო სამსახურება რეკლამის. დოკუმენტურად ვითხოვარ ის ვიდეოები, რომ დავსხობე და იმას ვუყურე. ესე იგი ახალ გაღვიძებულზე როგორი ხმა მაქვს ხოლმე, აი წკრიალა და გადასარევი წკრიალა ხმა მაქვს. მოკლედ ახლა გავავზადებ, მე დავალაგებ იმას მასალას. რა დამჭირდება, დავკრიალებ ის. ესე იგი, ერთი ხახვი მეყოფა. აგრეთ გაყვავილებულს, უფრო არ გაყვავილებს. ორი საშუალო ზომის კარტოფილი საკმარისია. სტაფილო. სტაფილო, წითელი ბულგარი და მწვანე. მოკლედ, ასე. უკვე ხავს ის ამოსდის, მწვანე ხავ. მოკლედ აი ესე, წვნიანისთვის. ახლა. ერთად შეველაპარაკი მამიწოდება დილაობით განსაკუთრებით. ლოცვას რო ვკითხულობ ხოლმე ნამებია, თავიდან ვკითხულობ ხოლმე. იმას
ფილეს ბოლოს გამოვიდა. გაფუჭდეს წვანილები, გარეცხილი და ის მაქვს, ეს ემილოგია. და ეცულ მაგ დროზე გავხარჯო, რომ არ გახდეს, არ გაფუჭდეს. მოკლედ, კარგი კი იქნება, რომ გავახმო და შევინახო, მაგრამ არის ზამთარში წვანილები და პრობლემა. ხო, ეს ასე. აი ესე მაქვს კონტეინერში, ეხლა ეს გადარჩა, ეს რა ქვია, ფილე. და რო არ გაფუჭდეს, იყოს გუშინ კიდე რაღაცნაირად ტკბილი მომინდა საღამოს და მეთქი მისიაზე ხო ვიღებ და იმენ კაი დავამატებ კიდე ცოტას, რომ ჯვირი არ გვიქნას ხოლმე შორის ეს მოვიტანე 3.50 მე მგონი სხვაგან უფრო ირეფირის ეს თურქული ფახლავები როა დავლიოთ ახლა ყავა, იგივე ავლაპარაკდე. ხო ეს ვედრო. აი ეს ვედრო, აი. ამაში უნდა დავამწნიო. საფილო პარლოვანი თუ შეფთა ის წიწაკებიც გაიქნება. შეიძლება ჩვეულებრივი კომბოსტოც ცოტ-ცოტა რა, ესე დაჭრილ-დაჭრილი. და მომწევს ბაზარში აქ დეზერტირებში გასვლა. ისინი ვიყიდო რა ქვია იმას კამა, ხმელი კამა თუ რა მაცვილი კამა თუ როგორი ქვია რაღაცა ის ცოცხები უთო. ხოზე ჩავაწყობ ორ კვირაში. წესი თუ დაიწყოს უკვე. ანუ მომზადდებაო. ახლა ოთახის ტემპერატურაც ძალიან გულმანა გაკეთდა. გამოვსიდავ სამსახურიდან ნელ-ნელა ბოსტნეულსა. თან იმაზე მეცინება ხოლმე ბოსტნეულზეც რო არის ხოლმე ფასაკლებები. კარგი მეგობრებო, ძალიან ისეთი არაენერგიული დილა გამოდგა დღეს. რატომ არ მამთქნარებს კიდე ალბათ დამაკვდა ძილი თუ ზედმეტი მომივიდა უკვე ვეღარ გავიგე. ახლა ნელ-ნელა რო იტყვიან მოვიხოდები და ნელ-ნელა დაგაკეთებას. დავადგავ ქვაბით იმასე. დავუტოვე სოსოს და მეციკლე მოვასწრო. ჭამა ხო ეხლა 11 გახდა ალბათ მეცემ ხო უი მეგობრებო რა 11 გახდა 12-ის ნახევარი კაი გავიქეცი და დროებით აბა იქნებ დღეს აღამოსვაც მოვიდე ამით ნახოთ ნუ წასვლისა შეიძლება გზაში კიდე გადავიღო ვიდეო და თუ დღეს არა და ხვალ ჩავს